შაბათია, საღამოს 5 საათი და ეთერშია გადაცემა ჩვენთან წიგნები. Ჩვენი გადაცემის მაყურებელმა უკვე კარგად იციან, რომ ჯიჯის მკითხველთა ჯგუფში ბევრი საინტერესო პროექტი მიმდინარეობს. დღეს ჯიჯის სიმართლეში მე-5 და მე-6 კლასელთა აქტივობა შეინიშნება. მათ ძალიან ლამაზად მოაწყეს სცენა და დეკორაციებით გამიმხილეს, რომ საიდუმლოებით მოცულ ნაწარმოებს განიხილავენ. მოდით ერთად გავარკვიოთ, რა ხდება ჩვენს მკითხველთა კლუბში. გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასებო. ძალიან მიხარია, რომ ჯიჯი ტელევიზია ასე აქტიურად თანამშრომლობს ჩვენს კლუბთან და ზრუნავს ჩვენი გიმნაზიელების წიგნიერების დონის ამაღლებისთვის. დღეს ჩვენ თაობათა წიგნის პროექტის ფარგლებში განვიხილავთ ერთ-ერთ ნაწარმოებს. მინდა აღნიშნო, რომ ჩვენს გიმნაზიაში ტუტორ-დამრიგებლის ინსტიტუტის დამკვიდრების შემდეგ აქტიურად მუშაობთ წიგნიერების დონის ამაღლებისთვის. ურთიერთთანამშრომლობით ვცდილობთ არაერთი სფეროს ინტეგრირებას და სხვადასხვა სტილური ტექსტების განხილვას. მე მივესალმები ამ პროექტს, მართლაც არაჩვეულებრივი პროექტია და იმედია, რომ ეს პროექტი წარმატებით წარიმართება. ყველა ღირებულ წიგნს თავისი საიდუმლო ახლავს, რომლის ამოხსნას და ამოცნობას ავტორი მკითხველს ამბობს. ამ წიგნს, რომელსაც დღეს გამიხილავთ, განსაკუთრებული სევდანარევი საიდუმლო ახლავს. ეს არის წიგნი, რომლის იდეა დაიბადა სადღაც უდაბნოში, სიცოცხლესა და სიკვდილის მიჯნაზე, რეალობისა და მირაჟის უხილავ ზღვარზე. ეს არის წიგნი სიყვარულისა და მეგობრობის ძიებაზე. ეს არის წიგნი ადამიანზე, რომელიც დარჩა ბავშვობაში თუ შეინარჩუნა ბავშვობა. მე მგონი, გონება მახვილი და მიხედვილი მკითხველი მიხვდება რომელ ნაწარმოებზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ეს არის ანტუან სენტ-ეგზიუპერის პატარა უფლისწული. ეგზიუპერმა თავის ნაწარმოებს სათავე მთავარი გმირის მიხედვით შეურჩია. მაგრამ უცნაური ის არის, რომ მთავარ გმირს არ აქვს კონკრეტული ბიჭის სახელი. დედამიწაზე ჩამოსვლისას პატარა უფლისწული ხდება პილოტს, რომელიც ბავშვობიდანვე ეძებდა ისეთ ადამიანს, როგორც პატარა უფლისწულია და მასთან პირველი შეხვედრისთანავე ხვდება, რომ პატარა უფლისწული სრულებით განსხვავდება სხვა ადამიანებისგან, რადგან მხოლოდ ის მოხვდა პილოტის ნახატის ნამდვილ აზრს. ავტორმა პატარა უფლისწულის კონკრეტული სახელი იმიტომ არ დაარქვა, რომ იგი ყველა პატარა ბავშვს განასახიერებს თავისი ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარით. ჩემი აზრით, ამ ნაწარმოებს სხვა სახელწოდებას მოუხდებოდა, მაგალითად ცნობისმოყვარე უფლისწული, მოგზაური უფლისწული, მაგრამ ავტორმა მაინც პატარა უფლისწული დაარქვა, რადგან მთავარი პერსონაჟი მაინც პატარა ბავშვია. პატარა უფლისწულის მთავარი თვისება მართლაც ცნობისმოყვარეობაა. პილოტი ხშირად ამბობს, მანამ არ მოისურვებდა, სანამ მკითხველზე პასუხს არ გასცემდი. ამის გამო პატარა უფლისწული ტოვებს თავის პლანეტას და იწყებს მოგზაურობას სხვა პლანეტებზე. ჩემი აზრით, პატარა უფლისწული იმიტომ მოგზაურობს, რომ თავისი პატარა პლანეტა არ აკმაყოფილებს და გონია, რომ სხვა პლანეტებზე უფრო საინტერესო ამბები ხდება, მაგრამ ეს სულაც არ აღმოჩნდა. იგი ყოველი პლანეტის დათვალიერების შემდეგ სხვა ფრაზას დაიძახოდა. რა უცნაური ხალხია ეს დიდები. ეს იმაზე მოუდიდებს, რომ პატარა უფლისწული ნამდვილად ცნდება, რომ ყველაზე კარგი პლანეტა მისი პატარა ასტეროიდია. ვეთანხმები ანას. თავიდან პატარა უფლისწული მისთვის მოგზაურობს, რომ აღმოაჩინოს მის ასტეროიდზე უკეთესი პლანეტა. მაგრამ ის მალევე ხვდება, რომ სინამდვილეში იგი მეგობარს ეძებს და იგი ამას მხოლოდ დედამიწაზე ფრინავისა და მერილის სახით იპოვის. პატარა უფლისწულის პლანეტა ყველაზე პატარაა. ვულკანები და ყვავილები სათამაშო სიდიდისაა. პატარა უფლისწულის ვულკანებიდან ორი მოქმედია, ერთი კი ჩამქრალი. ჩამქრალ უკანს კამბად იყენებს, ხოლო მოქმედ უკანს საწვლის შესაწვევად. მაგრამ ამ საბავშვო პლანეტას, როგორც სხვა ყველა პლანეტას, განადგურების საფრთხე ემუქრება ბაობაბების გამო. ბაობაბი ძალიან სასარგებლო მცენარეა, რომელსაც პატარა ბუჩქიდან გიგანტურ ხეს შეუძლია იქცეს. ჩემი აზრით, ამ ნაწარმოებში მცენარე არაფერ შუაშია და ამ ბაობაბში ბოროტება იგულისხმება. ვეთანხმების საბას ბაობაბში მართლაც ბოროტება იგულისხმება. ბოროტება ადამიანში პატარა შურის სახით ბავშვობიდანვე იღებს სათავეს და შეიძლება დამამგრელო ძალად იქცეს. ამ ბავშვში საოცრად ღრმა ფილოსოფიაა ჩადებული. პატარა უფლისწული საოცრად ძნელი დილემის წინაშე დგას. ბაობაბებმა მისი პლანეტა რომ არ გაანადგურონ, ამისათვის პატარა უფლისწულმა ბატკანი უნდა იყოლიოს. ბატკანი რომ იყოლიოს, ამას შეიძლება მისი უძვირფასესი ვარდი დააზიანოს.
ამ ერთგვარად ბავშვურ ამბავში საოცარ ღრმა ფილოსოფიური აზრია ჩადებული და პატარა უფლისწულიც რთული დილემის წინაშეა აღმოჩნდა. მინდა გითხრათ, რომ უფროსებიც არიან ამ დილემის წინაშე. ისინიც ეძებენ, ოცნებობენ და ცდილობენ შექმნან ისეთი საზოგადოება, სადაც კრავი და მგელი შეძლებენ თანაარსებობას. თავისი პლანეტის დატოვების შემდეგ პატარა უფლისწული პატივმოყვარე მეფეს ხვდება, რომელსაც ყველა თავისი ბოჟორდომი გონია. ცოტა ცდის ესეცილოა, რადგან მის პლანეტაზე თავისი მეფური მოსასხამის გარდა არაფერი ეტევა. ავტორმა იცის, რომ უფროსებს რიცხვები უყვართ საკუთარის მსგავსად, ამიტომ მის მიერ აღწერილ პლანეტებს მომროს. პლანეტა 326-ზე ცხოვრობს პატივმოყვარე კაცი, რომელსაც ყველა ადამიანი მისი თაყვანისმცემელი გონია. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ იგი თავაზიანად იქცევა, მისი საქმიანობა უსარგებლო მგონია. პატივმოყვარე კაცი მარტო ცხოვრობს თავის პლანეტაზე, მაგრამ თუ ვინმე გამოჩნდებოდა, ყველა თავისი თაყვანისმცემელი ეგონა. ჩემი აზრით, წერალს არ მოსწონს ადამიანების ეს თვისება და უნდა გააგებინოს ყველას, რომ უაზრო პატივმოყვარეობა უარყოფითი თვისებაა. პატარა უფლისწულის საკმოსადი შეხვედრა ავტორმა დაწვრილებით აგვიწერა. ჩემი აზრით, საკმოსადი სინამდვილეში უსაქმურია. იგი არაფერს სასარგებლოს არ აკეთებს. იგი მხოლოდ ვარსკვლავებს ითვლის, წერს დავთარში და უძრაში ინახავს. თავი კი დიდი საკმოსადი და სამყაროს ფლობელი გონია და ამაღად აცხადებს. მეფეები არაფერს არ ფლობენ, ისინი მხოლოდ მეფობენ. ეს სრულია სხვადასხვა რამ. პატარა უფლისწულის მეფარნესთან შეხვედრის ეპიზოდმა ლევა წინანიშვილის მოხეტიალე მუსიკოსი გამახსენა. მეშუქურე მის მიერ გადარჩენილ და გზავნილ მუსიკოს ეუბნება. და კარგი საქმე გსწონია ადამიანებს სულებს გზას შეუნათებ. ეგზიუპერის მეფარნე კი არ გზავნილ და არც ადამიანებს სულებს უნათებს გზას. პატარა უფლისწულის მსგავსად თავიდან მეც ერთგულ ადამიანად მომეჩვენა იგი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ძალიან მიყვარს საგონების მეტყველა საგნები. როცა შევიწყე პატარა უფლისწულის მოგზაურობა გეოგრაფიის პლანეტაზე, ძალიან გამიხარდა. თავიდან პატარა უფლისწულის მსგავსად მეც მეგონა, რომ გეოგრაფი მხოლოდ ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც სხვა ადამიანებისთვის საქმეს აკეთებდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. გეოგრაფი არ მოგზაურობდა და ობიექტები, რაც დავთარში ეწერა, თვალით არასდროს არ უნახავს. ამ ეპიზოდში ასევე ჩანს პატარა უფლისწულის იუმორის გრძნობა. გეოგრაფი ამბობს, რომ მას არ უყვარს ლოთი მოგზაურები, რადგან ისინი ყველაფერს ორად დაინახავენ. ხოლო პატარა უფლისწული ამბობს, რომ იგი იცნობს ერთ მეგობარს. პატარა უფლისწულს გეოგრაფის ნათქვამზე გულში ჩაეცინება და იტყვის, მე ერთ ადამიანს ვიცნობ, რომელიც ცუდი მოგზაური გამოდგებოდა. იგი რა თქმა უნდა გულისხმობდა ლოთს, რომელსაც იგი ერთ-ერთ პლანეტაზე შეხვდა. ჩემი აზრით, არსებობს კიდევ ისეთი რაღაცა, რის საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოგზაურობა. ეს არის წიგნი, თვით ეგზიუპერის წიგნიც მომგზავრებს გამოგონილ პლანეტებზე და ჩვენ წარმოვიდგენთ თუ როგორია ეს პლანეტები. გურამ დოჩანაშვილის კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, პატარა უფლისწულის სხვა პერსონაჟსაც მაგონებს. კეჟირაძე ოცნებობდა, რომ თამაშებული ლოთები თავის კაცალ ლოქში მოეყვანა და ნამდვილ თავისუფალ ადამიანებად ექცია. ჩემი აზრით, პატარა უფლისწულის ლოცვაც მოუხდებოდა კაცალ ლოქში ყოფნა და წიგნების საშუალებით იგი ნამდვილი მოგზაური დადგებოდა. მოშინაურება ეს ისეთი რამაა, რაც უკვე დიდი ხანია დამწყებას მიეცა. ამბობს მელნია და პატარა უფლისწულს თავის მეგობრებისა და სიყვარულის საიდუმლოს განაგებს. ეს ძალიან მარტივია. მხოლოდ გული ხედავს. თვალს არ იწავლის დაინახოს, ისეთ თავარია და არსებობს. ჩემი აზრით, მოშინაურებული მელია სინამდვილეში პატარა უფლისწულის საუკეთესო მეგობარია. მიუხედავად იმისა, რომ პატარა უფლისწულმა იგი მიეტოვა, მაინც დიდი სიყვარული გრძნობს მას და ოქროსფერი ყანიშიანი პატარა უფლისწულის ოქროსფერ კულურებს აკონებს. მიხარია, რომ ჩვენმა გიმნაზიელებმა ასეთი საინტერესო პარალელები გააჩნდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ არ გვავიწყდება უკვე წაკითხული და განხილული ნაწარმოებები და აქტიურად ვაკავშირებთ მათ ახალ თემებთან. მე მინდა უფროსებს ურჩიო, წაიკითხეთ ეს წიგნი, დაუბრუნდით ბავშვობას და ბავშვებს კი მინდა უთხრა, სასწრაფოდ წაიკითხეთ ეს წიგნი, იმიტომ რომ მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ამ წიგნის ნამდვილი საიდუმლოს ამოცნობა. უფროსებში აღიარებული ფილოსოფოსი იმანუელ კანტი წერდა, ორი რამ აუცებს დედამიწის ზურგზე. ერთი ვარსკვლავით მოჭედილი საჩემთან ზემოთ და სინდისი ჩემში. და მეც მინდა გჯეროდეს, რომ ყველა ჩვენგანი, როცა ვარსკვლავით მოჭედილ ცას აღხედავთ,
ერთ-ერთ ვარსკვლავზე პატარა უფლისწულს დავინახავთ, რომელიც ჩვენგან მეგობრობისა და სიყვარულის უნარს ითხოვს. მინდა მადლობა გითხრათ პატარებო, პირველ რიგში ამ გადაცემაში მოწვევისთვის და ასეთ მოკლე დროში ასეთი საინტერესო მიმოხილვისთვის. თითქოს და ბავშვობაში დავბრუნდი, საოცარი ემოცია დამეუფლა და ეს მართლაც არაჩვეულებრივი პერიოდია. ბავშვობა, პატარა უფლისწული, სწორედ აი ბავშვობას მაგონდეს, ჩემს ბავშვობას, ჩემს საყვარელი იყო პატარა უფლისწული და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ ბავშვობაში დავაბრუნდით. და ამ გადაცემის საშუალებით მინდა თითოეულ პატარას, თითოეულ მოზარდს მიმართო და ვთხოვო, რომ წაიკითხონ ეს შესანიშნავი ნაწარმოები, რომელსაც პატარა უფლისწული. შემთხვევით სასიამოვნო იყო ამ გადაცემაში მონაწილეობა. გვალო ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.